შენ გარედან გემუქრებიან რომ უნდა დაგიყვონ და რაღაცნაირად შეგიშალონ ხელი. უკვე კონკურენცია არსებობს და ამ შემთხვევაში პირიქით მონოპოლიას ჭირდება დაცვა. და სხვადასხვა ძალიან საინტერესო საკითხი იყო და მომეწონა რომ ჩვენ ინტუიციას ემთხოვდა. ხანდახან როცა ემთხოვა რა თქმა უნდა შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ ნუ რაღაცა იფიქრო, ან მოდელი არის არასწორი, ან ინტუიცია არის არასწორი. მოდი დასკვნები გამოვიტანოთ და ამით დავასრულოთ. რამოდენიმე დასკვნა. ამას რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა და დავამატოთ, მაგრამ მე ასე რამოდენიმე საკითხი არის, რა ვამახვილოთ პრობლემა, ასე დავამდგვალოთ ჩვენი ახალად მოწვეული დასკვნებს ხომ მაინც დაესწრებინა კაცი? დიახ. ხო. ესე იგი ჩვენ ასე გავიარეთ ეს ძალიან გრძელი გზა და გამოკითხვებით და ჩვენი ინტუიცია შევამოწმეთ, მაგრამ გამოჩნდა რომ ადამიანს თუმი აბედიერებს რელიგიური მსახურება, რელიგიური რწმენა. სხვადასხვა რელიგიური რწმენა ყველას თავიდან ესე პირდაპირ არ ესახება. იმიტომ რომ ჩვენი twini ისე არის მოწყობილი, რაც უფრო ხშირად იმეორებ, რაც უფრო დისციპლინა გაქვს იმის რომ მონაწილეობას იღებ საქმიანობაში, უფრო მეტად ვითარდება შენი გონება და შენი twini და ფაქტიურად twini იცვლება. იქნება ახალი კავშირები, რომლებიც უფრო უკეთესად ამყარებენ კავშირს იმ ცნებებთან, რაზეც რელიგია ლაპარაკობს. ასე რომ ეს როგორც ფეხს იდოს ადამიანს და სწავლა და მიჩვევა ჭირდება და მშობლის მიხმარება ჭირდება. ხო რა, აიგო, ხო დაინტერესდა თავშევა, თუ არ მიეხმარა, ხო? ისე ვარ ჩვენც. ალბათ მოდელი ფაქტობრივად ჩვენი მშობელი არის, ამაში რომ ფეხი არ გვადგმევინოს და რაღაცნაირად ჩვენ იქამდე განვითარდეთ, რომ იქამდე მივიდეს ჩვენი გონებრივი შესაძლებლობა, რომ ჩვენ ჩავწვდეთ იმ საიდუმლოს, რასაც თქვათ რელიგიური რწმენა ქვია. შემდეგი საკითხი არის, ესე იგი სტაბილურობა არსებობს რელიგიაში, პირიქით ზრდა არის, რაც უფრო მეტი შემოსავალი აქვს ადამიანს და რაც უფრო მეტი განათლება აქვს, უფრო მეტად მიდის რელიგიის მხარეს და არა პირიქით როგორც მაგალითად 100 წლის წინ ფილოსოფოსები იძახოთ. დაქორწინდით ბატონო თქვენი რელიგიის პიროვნებაზე. ეცადეთ რომ იპოვოთ ისეთი ვიღაც თუ არ ახალ დაქორწინებული, რომ შენ რელიგიას ეთანხმებოდეს თავიდან ან თუ რელიგიური ხარ, არ რელიგიური, უნდა ეცადო. აი ეს იგივეა რომ შენ იყო რელიგიური და შენი მეუღლე არ იყოს რელიგიური. როგორც სხვა რელიგიიდან ეს ადამიანი რაღაცნაირად ერთი მეორეს არ უნდა გამორიცხავდეს, თორემ ყურადღებით ძალიან ძნელია ქორწინების შენარჩუნება. ხო? და კიდევ ბოლოს საკითხი. დღეს საქართველოს კონკურენცია არ ჭირდება რელიგიაში. დაცვა ჭირდება თავისებურად ეს საკითხი, უფრო მომავლის საკითხი არის. როდესაც ჩვენ გარეშე იმპერია არ გვეყოლება და სხვა რელიგიური ან სხვა ქვეყნები რაღაც თავისებურ ხრიკებს არ იცდებიან რომ საქართველოში შემოიჭრან, ჯობია სახელმწიფო არ ჩაერიოს ეკლესიაში, კი რაღაც დაფინანსებას ჩვენი ეკლესია სახელმწიფოსგან იღებს, თორემ მაინც პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ რაღაც 20 წელიწადია რაც ეს ეკლესიური ცხოვრებაში თავისუფლება მიეცა ადამიანს, თორემ ადრე მიბრძოლავდნენ და როგორ ძალიან გასაკვირია ეს მაგალითად ჩემთვის ჩვენმა ეკლესიამ როგორ მოაღწია იმ საბჭოთა პერიოდში რომ ხალხს უძალავდნენ შესწორში. ეს არის სულ მე დავუბრუნდები კიდევ ასე ამ ღრუბლებიან ცას, რომელშიც ბევრი ასეთი კარგი ცნებები ერთმანეთს უკავშირდება. ჩვენი რიცხვები? ეხლა რიცხვები ჯერ ერთი გამოვიდო დავლიოთ და მათემატიკური აზროვნება გაიზარდა, მე დავდივარ და გამოვაცხადებ გამარჯვებულს. რამე კითხვები თუ არის? მასთან დაკავშირებით. იყო უკვე რაღაც კითხვები. ერთი-ორი კითხვა თუ გაქვთ, დამისვით შეიძლება შევაგროვოთ, რაღაცას ვაგროვოთ და დავდებით. არა, ჩვენ გავაგზავნეთ. ევან, შენ დამთავრეთ თქვენ? მე ძირითადი ნაწილი ლექსია დამთავრებულია, სემინარი კითხვები თუ არის? კითხები მინოსთან. ისა, ერთი შეკითხვა. როგორც გინდა? ახალება რა იცის ეს?
როგორ გაქვს წამოდგენი იმ ქვეყნიური ცხოვრება? არ გამაქციოთ ახლა. აი კითხვა. მიფიქრებთ ხوارება როგორ მოხს ამოძგენილი? მან ინტერესებს, მე ვტებოდი ლახატები და რაიმე რა. თვითონ მოციქული ესე არის. მოციქული ესე არის. ისეთი ქვეყანა არის. ისეთი რამ არის იმ ქვეყნად. რაც ისეთი იმდენად კარგია, რაც ყურს არ სმენია, თვალს არ უნახავს და საერთოდ არ გაგონილა. ესეთ რამეს ამბობს მოციქული. ანუ იმდენად კარგი არის. თუ შენ სიკეთე იყო შენი არჩევანი ამ ქვეყნად და სიკეთისკენ მიდიოდი. იმ ქვეყნად ადამიანი მოხდება სიკეთეში. თუ შენი არჩევანი იყო ბოროტებისკენ სიარული, ბოროტებისკენ წავა ადამიანი, იმიტომ რომ ღმერთი მოძალადი არ არის. ღმერთი არ არის უსულგულო ბრძანებელი, რომელიც ძალით გაცხონებს და ძალით წაიყვანს სიკეთისკენ. შენი არჩევანი სადაც არის, იქ წავა. ანუ შენი არჩევანი თუ არის სიკეთის კეთება, სიკეთისკენ გაგიშვებს უბრალოდ. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სიკეთე ენით აღუწერელი სიკეთეა, რადგანაც ღმერთთან ყოფობა, ღმერთის სიყვარულია. სიყვარული კიდე ყოველგვარი სიკეთის წყარო არის. მაცხოვნებელი წყაროა, მაცოცხლებელი წყაროა სიკეთე. ასე რომ თავარი არის ამ ცხოვრებაში ადამიანმა სიკეთე თესოს და მიყვეს სიკეთე როგორ ინდოზე მართავს საფრთხეს. ერთ რაღაცას გეტყვით, იცით რა, სიკეთეზე ჩვენ არ უნდა დავიშილოთ. ქრისტე მაცხოვარი რომ განკაცდა, მთელი თავისი ამ ქვეყნიური ცხოვრება სიკეთეს თესავდა, მაგრამ ჯვარცაცვა ამ გასობრივი. ეს თუთი სოფელი დგას, მოციქულები ამბობენ, ბოროტსა ზედა დგას თუთი სოფელი. ანუ ჩვენ სამართალს, აი ამ ზეციურ სამართალს იმ ქვეყნად მოვედით და აქ ჩვენი არის ასპარეზი. ასპარეზი იმისა, რომ ჩვენ მოვიკვდათ, აი უკვე შემდეგ მერვე დღის მოქალაქენი გავხდეთ. ანუ 7 დღე ხო არის რელიგიურად მერვე დღე იგულისხმება, ეგეთ კვირადღე. მერვე დღე იგულისხმება როგორც მარადიულობის სიმბოლოდ. და გავხდეთ მერვე დღის მოქალაქენი. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლევანს ნამდვილად შესანიშნავი ლექციისთვის ძალიან დიდი ჩემზე შრომა გაწია ჩემზე ძალიან კარგი გავლენა მაგალითად და შთამბეჭდილება მოახდინა ამ ლექციამ და რაღაც აი შინაგანად აღზრა რაღაც სხვადასხვა საკითხები რომ უფრო ჩაუღრმავდე და უფრო რაღაცნაირად გავერკვე მე მომწონს ამ ტიპის ლექციები ძალიან რაღაცა მერხა დალოცოს და აგურთოს ეს საქმიანობა ამის ისა მომავალზედაც ფიქრობთ რომ მომავალში ეს გავაკეთოთ ალბათ ლევანი შემდეგ თემას აარჩევს მაგრამ იყო მოსაზრება რომ მომავალში თემას უნდა და რაღაცა ჩვენ მქონდა საუბარი კეთი ჩვენ ყველამ მომივიღოთ ხო და რომ ყველა ვისაც აქ მნიშვნელობა არ აქვს იცით რა არის ჩვენ ქრისტიანები მიურბი ვართ უნდა გავეცეთ იმას რაღაცა ფსევდოინტელექტუალობას არ აქვს მნიშვნელობა ადამიანმა თქვათ აქ რაღაცის ის ავსებად რაღაც ესეთი აკადემიკოსი არ ვართ ხო რაღაცა ეს სულიად ახალი თემა იყო ჩემთვის ერთი სამი კვირაა თუ რაღაც მუშაობდი ამას ასე რომ ნებისმიერ აი შეიძლება იგივე ლაშა მოვიდა დღეს აი რა თითქოს შემთხვევით მაგრამ შეიძლება თუ მომავლის რაღაც მოამზადებთ თემას რელიგია და ხელოვნება, რელიგია და კულტურა თუ მოამზადებთ თემას შეიძლება მაგრამ ერთი უკაცრავად კეთება აი თქვენ გეუბნებით რომ იქნებ ისე გავაკეთოთ რომ ჩვენ ლიტერატურას ესეთი თემა გქონდა რელიგია ეს რაღაც ევოლუცია და რელიგია ევოლუცია და კრეაციონიზმი და ევოლუციონიზმი დაახლოებით ეგეთი თუ კრეაციონიზმი და ევოლუციონიზმი თუ როგორი თემა სხვადასხვა საინტერესო თემაა და მაგას ბრავალი კარგი ანუ შემდეგ ლექციას როგორც აღნიშნეთ ჩვენ განცხადებაში შემდეგ ლექციას თუ გაქვს სურვილი ანუ ის არ არის ხო მაგრამ ნუ მე დეკემბრამდე დეკემბერში ჩამოდი ხო რომელ დეკემბერში ჩამოდი ლექცია შემდეგი ლექცია 3 დეკემბერი კარგია ჩვენი ჩამოდი საქართველოს არა ნუ ერთი კვირა